ანუ აქ ყურადღება მივაქცევთ ერთ ასე ძალიან მნიშვნელოვან ამას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამაზე აკეთებს აქცენტს ჩვენი მაცხოვარი, ამაზე მიუთითებს ჩვენი მაცხოვარი. მათ ამ ნივთის იმედი აქვს ესმის. ამ კიდობნის იმედი აქვს და არა იმისა, რასაც ეს კიდობა მისთავაზობს Ისრაელს. თვითონ თავში არაფერი შეცვლა. არაფერი, აი ეს თვითონ ეს ნივთი, აი ასეთი რაღაცა წარმოიდგინეთ, სიტყვაზე თქვა, ახლა შეიძლება ცოტა თამამი ვარო. მე მრუშობაში ვიყო ჩაძირული ან ავაზაკობაში ვიყო ჩაძირული. და იქ ხაც ვემთხოვი, იქ 17 სანთელს დავანთებთ, კენტი უნდა იყოს სასაკვირველია, თან ეს სანთლები რაც უფრო მსხვილია, უფრო კარგი იქნება და ეს ყველაფერი ეს რიტუალები მე ღმერთთან ურთიერთობას მილაგებს. თორემ მე ცხოვრობ როგორც მინდა, აი კარიერისათვის ასაც მინდა იმას ვკადრულობ, მაგრამ თავარია, ჩემი კაბინეტი გამოტენილია ხატებით. რა პრობლემაა? რა არის ეს? ეს არის სწორედ ის, სადაც პრობლემა რაზეც ხო, სადაც ჩვენ არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს ღმერთთან. რაც არ უნდა ბევრი ხატი დაკიდო აქა და რაც არ უნდა მსხვილი სანთლები არჭო. და იქ რაც უნდა დიდი ცეცხლი გააჩაღო. შენში თუ არ არის ის ურთიერთობა, რომელსაც ღმერთი გეუბნება, ამ გზით მოხვალ ჩემთან. ასე გეკრება ჩემთან ურთიერთობა. ეს რიტუალები შენ არაფერს არ გიკეთებს. უფრო მეტიც. ღმერთმა უდიდესი სიწმინდე, აი, რასაც დგას ისრაელის იდენტობა. ამის დაკარგვაც კი დაუშვა. მასაკ რა ქვია, ფილისტიმელების ხელში. ვერაფერი ვერ გააკეთა ამ კიდობამ.